მოგესალმებით, დადგა სამშაბათი საღამოს 8:09 მიგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიგდოთ ყველა ის ადამიანი, ვინც განსაცდელთა შინახავთ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ ყველას და პატიმრებს განსაკუთრებით მოგიკითხავთ უცხოეთში მყოფ ქართველებს და იმ ადამიანებს, ვისაც რაღაცა პრობლემები გაქვთ ბევრი და რაღაცნაირად გულგატეხილი ხართ, რაღაცა ყველას მინდა რომ სიკეთე და სიხარული გისურვოთ და დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ მამა ლუკას სუპატაშვილი, რომელიც ძალიან გვახარებს ხოლმე მისი სტუმრობით. მამა, დაგლოცეთ. ერთმა დაგლოცოს გაიხარეთ, მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა მამა და თუ შეიძლება მამა, აი ბოლო დროინდელი შემოტევები. საერთოდ ადამიანზე თვითონ რაღაცა ცოდვის მხრივ რაღაცა დახვეწილი, რომელიც ცოდვები გახდა დღეს ადამიანისათვის და რა არის უფრო წინ წამოწეული და რის გამო და რატო? პირველად იმას შევეხები, რომ როგორი კარგი მოკითხვა იცი ხოლმე. პატიმრების, უცხოეთში მყოფნის, განსაცდელში მყოფების, საავადმყოფოებში მყოფების. ახლა გულში მეც ძალიან გულშემატკივრობ მათ, მაგრამ აი დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სიტყვითაც მოიკითხო, ხო? მაგალითად წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მოიკითხეთო ქრისტიანებმა ხშირათო ადამიანებიო, იმიტომ რომ თქვენი მოკითხვითო დიდი მადლი გადადისო მათსეო. და აი ღმერთმა დაალოცოს ის ადამიანები, ვინც მართლა აი არიან განსაცდელში. და განსაცდელი ბევრნაირია. გულში თუ სიმშვიდე არ არის, ეს უკვე განსაცდელია. და ადამიანმა უნდა მიაგნოს წყაროს განსაცდელისას და მოიშოროს ის პრობლემა და უფრო ძლიერი გახდება. ზოგადად როგორც არის ფსიქოლოგიურად განსაცდელი ადამიანს ან აძლიერებს, ან ანგრევს და ღმერთმა ყველა დაალოცოს განსაცდელსა შინაყოფი, რომ იმ განსაცდელმა, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს აქვს და ამას ვერ გაიქცევი ამ ქვეყანაზე, გაგვაძლიეროს და არა დაგვანგრიოს. იმიტომ რომ თუ ადამიანმა ხელები ჩამოუშვა, ის შეიძლება დაანგრიოს განსაცდელმა ფსიქოლოგიურად, სულიერად, ფიზიკურად. არა, უნდა აუცილებლად უნდა გაძლიერდე, უნდა დადგე ფეხზე. ღმერთს უნდა მოუხმო და შენ თვითონ უკვე გარდაიქმნები მომენტა. ბევრი რამე რაც ადამიანისგან არის შეუძლებელი, ღვთისგან არის შესაძლებელი და რა არის შესაძლებელი ღვთისგან? ყველაფერია შესაძლებელი ღვთისგან. არ არსებობს რამე, რასაც ღმერთი ვერ შეძლებს. ამიტომ ღმერთმა მოგცეს ცოცხალი რწმენა, რომ ჩვენ ღმერთთან გქონდეს ცოცხალი ურთიერთობა, აი გულიანი ურთიერთობა, აი სწორი ურთიერთობა, ცოცხალი ურთიერთობა ერთი სიტყვით. ახლა მაგალითად შენ რომ ადამიანს ვინმე გესალმება, შენ აკვირდები ამას სიყვარულით და ასე ვთქვათ, ცოცხლად გესალმება თუ რაღაცა ჩანაწერს იმეორებს, რომ აი ვალდებულებას იმაშვება და ყოველთვის ტელევიზიაშიც ახლა ცოცხალი ეთერის ყურება ყოველთვის უფრო სხვანაირია. თითქოს შენ ცოცხლობ იმ მოვლენასთან ერთად. და აი შენს ლოცვასთან ერთად რო იქნები ადეკვატური, შენ ლოცვასთან ერთად რო ილოცებ და ღმერთსა ეს უკვე ცოცხალი რწმენა და ღმერთისაგან როდესაც ახლა პირველი რასაც ითხოვ ღვთისგან ეს არის სულიწმინდის ლოცვა. მე უფეოზეცა თავ ნუგეშინის ცემელო სულო ჭეშმარიტ მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის. აი ამას ვითხოვთ. და წარმოიდგინეთ ამას რომ ვითხოვთ, ჩვენ თვითონაც მზად უნდა ვიყოთ, რომ ღმერთი თუ მოვა ჩვენში, მშვიდობა თუ გვექნება ჩვენ, სიხარული თუ გვექნება ჩვენ, ძალა თუ გვექნება ჩვენ, შემართება, მხნეობა თუ გვექნება, აი რაში გამოვიყენებთ მას. და რა თქმა უნდა ამ ზურგის ქარს უნდა ელოდეს ადამიანი და ამიტომ ვლოცულობთ ჩვენ, რომ ეს ზურგის ქარი გქონდეს. იმიტომ რომ და იქნება კიდევაც ზღვაოსნობაში ძველად ზურგის ქარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გემი შეიძლება ატაროს ზურგის ქარით, ყველანაირი ჯაფის გარეშე, მაგრამ თუ ზურგის ქარი არ აქვს, მაშინ ნიჩბებით უნდა ატარო ამ ხელა გემი და ეს კატორღული შრომა იყო, ვიცით. და აი ცხოვრება შეიძლება კატორღულ შრომას დაემსგავსოს და კატორღულ ცხოვრებას თუ ზურგის ქარი არ გვექნა და თუ ზურგის ქარი გვექნა, ჩვენი ცხოვრება იქნება სიხარულით და სიამოვნებით სავსე. რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ არ გაგვიჭირდება 100,000 მოწამეს არც სიხარულში ყოფნა გაჭირვებია და არც განსაცდელში ყოფნა გაჭირვებია, ყველაფერი ისე ღირსეულად გადაიარეს. ასე რომ მეც უერთდები შენს გულიან მოლოცვას და მეც გულით მოვილოცავ მოვიკითხავ ამ ადამიანებს და
ღმერთმა აკურთხოს და ღმერთმა დალოცოს ყველა ადამიანი, რომ მათ თავის თავში ბედნიერება მოიპოვონ. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი თვითონ ქმნის გარემოს. ადამიანი ქმნის გარემოს. ჩვენ თითქოს მსოფლიო ახლა მიჩვეულია, ის მსოფლიო ადამიანი, ასე ვთქვათ, მიჩვეულია, რომ სხვამ უნდა შექმნას ეს გარემო. სხვამ, მაგრამ გარემო შენ უნდა შექმნა. თქვათ ეს ჭიქა აგდევს, მიკროფონი აქ არის, კამი იგდევს, თებში იგდევს, განლაგება ასეთია შენ სახლში, შენ სამსახურში, შენი საქმეების განლაგება და დალაგებული გაქვს. ამას ყველაფერს შენ ქმნი, ანუ გარემოს შენ ქმნი. ყოველთვის ღმერთმა დალოცოს ყველა, რომ შექმნან თავიანთი გარემო. თავიანთი გარემო, სადაც იქნები შენ. იმ გაჭირვებიდანაც თუნდაც მამა, სხვათა შორის გაჭირვებიდან უნდა, ესე იგი, თუ დავალაგებთ სიტუაციას, გაჭირვება დამთავრდება. გაჭირვება დამთავრდება. იმიტომ თქვენ მამო წერენ განსაცდელი ახსენეთ და ეს ადამიანები ყველა განსაცდელს უახლო ისა უკავშირდებიან და მაგიტომაც ვიხსენიებ ხოლმე და მაგიტომაც არიან ჩემთვის უპირატესნი, იმიტომ რომ ვინაიდან რელიგიური გადაცემა ეს გარდა იმისა, რომ ჩემი პირადი გზნობები გამაჩნია ამ ადამიანების მიმართ, რელიგიას და არანაირ ღმერთზე საუბარს მნიშვნელობა არ ექნება თუ ეს ადამიანები არ გემახსოვრებაში. გამორიცხულია. მაშინ ეს ყველაფერი იქნება ფარსი, რასაც ჩვენ აქ ვილაპარაკებთ, თუ ეს ამ ადამიანების ტკივილი ყურად არ ვიღეთ და ყოველთვის აი ვფიქრობ ხოლმე სულ იმაზე, რომ ეს ადამიანები არიან, ეხა ის მაგალითად პატიმრები რო ავიღო, ეს ადამიანები ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ, ყველანი ცოდვილები ვართ. ეს ადამიანები თავის ცოდვების გამო სიტყვაზე ვამბობ, რომელზეც მე არ ვაგებ პასუხი სახელმწიფოებრივად, აგებენ პასუხს, ხო, თორე არანაკლები ცოდვები მაქვს მე, ხო, და იმიტომ არიან დაფასებულები, რომ ესე ღია და საბოლოოდ მათ უფრო გამომართლებთ, იმიტომ რომ მათ ამ ტანჯვის და ტკივილის გამო აუცილებლად ზეცა დაუფასებთ და ზეცაელით და მე კიდე ესეთი ცოდვილი დავრჩები, ნუ ჭყალებში ისე ვამბობ რა, ტკივილია ჩემთვის ეს ყველაფერი და არ ვართ არავინ მათზე მეტი, არც ერთზე, არც ემიგრანტზე, არც პატიმარზე, პირიქით ისინი არიან რაღაცნაირად ამ ქვეყნა ძალიან დიდი ტკივილის მატარებელი. ზოგადად ეს ქვეყანა განსაცდელია. ზოგადად ამ ქვეყანაზე ყველა ვართ განსაცდელში. ყველა, გამოვიცდებით ყველა. სხვა საკითხია, რომ თვითონ განსაცდელი რაც ქვია, იაკობ მოციქული ამბობს, რომ ნუ ცდებითო, რომ ღმერთი არავის არ გამოცდისო. ღმერთი არ იგონებს, ახლა მე რა განსაცდელი შემომთხვიოს, ამას არ ზის და არ იგონებს ღმერთი, ან მე რა შემომთხვიოს, ან მას, ან სხვა ქვეყანას რა შემომთხვიოს. ყველა ადამიანი ცდებაო, არასწორს ნაბიჯს დგამსო და მერე შედეგი მოდის არასწორი და ნუ აი ეს განსაცდელია. მაგალითად მწვანილს თუ დავთესავ და აღარ მოული, მოსავალი არ მოვა და ეს სხვისიბრალი არ არის. უბრალოდ მე შეცდომა მომივიდა და ეს უკვე განსაცდელია, რომ ჩემმა შრომამ ნაყოფი ვერ გამოიღო. ამიტომ აი არ ვიცი, ყველა მწვანილი რა მწვანილის მოყვანაზე ვამბობ, ცხოვრებაზე კი არა. მწვანილსაც კი ვერ მოიყვან, თუ ერთი შეცდომა მაინც დაუშვი, იქ სხვადასხვა ფაზის დროს, როდესაც უნდა ის მოსავალი მიიღო და ცხოვრებაშიც მით უმეტეს ესეა. არანაირი შეცდომა არ უნდა დაუშვა არც ერთ ეტაპზე. მე ხო მანქანაში რო ჩავჯდები და წავალ სახლში, შეცდომა არ უნდა მომივიდეს არც ერთ ეტაპზე, არც ერთ მოსახვევში, არც ერთ გზაჯვარედინზე. და ბუნებრივია განსაცდელი არ შემემთხვევა, თუ შეცდომა არ მომივიდა, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი ეს არის შეცდომის ბრალი. და რა თქმა უნდა, ადამიანმა უნდა მიაგნოს იმას, იმ შეცდომას და ის შეცდომა უნდა მოიშორო და შეცდომას როდის ჩადის ადამიანი, როდესაც რაღაცა არასწორს აკეთებს, არასწორს მიეჩვია, არასწორი მიიღო, შეცდა, მოტყუდა, გაასწორებს ამას და მე ყველაფერი კარგად იქნება. როგორ გამოვიყენ, ხო, მაშინ ესე დავიწყოთ, მაშინ რაღაც ეს თქვენ ეს თემა წამოწიეთ, ხო? აი როგორ ჩვენ შეცდომებით, როგორ მივიდეთ ღმერთამდე, მამო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეხა მე ბერებს და იმას ავიღებ, ხო, მაგალითად, რომ ამ უდიდეს ადამიანებს, რომლებსაც ჩვენს გამო ყველაფერს აკეთებენ აბსოლუტურად, ჩვენ რო სადღაც გძინავს ეს ადამიანები მონასტერში დგანან და დილის 6 საათზე ლოცულობენ ისევე ჩვენთვის და ერისთვის, რა თქმა უნდა და რამაც მართლა შეინარჩუნა ეს ქვეყანა, აი რაზეც დგას და ვიზეც დგას, იგივე პატრიარქის დონის ადამიანებზე და ესეთ ხალხზე. თუ შეიძლება, მამო, აი ბევრი ადამიანი არის ეკლესიაში მოსული განსაცდელით, რა.
ძალიან დიდი ტკივილი, ზოგი ვიღაცის გარდაცვალებით, ზოგი ღალატი, ზოგი ტკივილი, ძალიან ბევრი დიდი ცოდვი, ზოგი საპატიმროდან არის მოსული პირდაპირ. აი ამ ადამიანებმა სწორად გამოიყენეს ეს თავის ტკივილი და მოვიდნენ ღმერთამდე. აი ჩვენ როგორ გამოვიყენოთ ის პირადი ტკივილი, რაც გაგვაჩნია ამ ქვეყნად სასიკეთოთ ისე რომ ბოროტმა მე სასუწაკვეთაში კი არ ჩაგვაგდოს პირიქით ამოვაბრუნოთ და მოუგოთ ბოროტს იმიტომ რომ ის ტკივილი რასაც ბოროტი უშვებს თქვენ რომ ახსენეთ მამაო რომ სასუწაკვეთამ უნდაო რომ სასუწაკვეთაში ჩავავარდე და უიმედობაშიო მაგიტომაც მოაქვს ეს ტკივილი რომ შენ ღმერთი დაგმო შენი საქციელი და შენი უიმედობით ასე თუ ისო ჭყალებში ღმერთს გმობ კი არა ღმერთი რომ დაუშვებს განსაცდელს ხო ის განსაცდელი აუცილებლად როგორც თქვით ან უნდა გაგაძლიეროს, ან უნდა დაგანგრიოს. და მაგალითად აი მე 13 წლის ვიყავი, როდესაც დედა გარდამეცვალა. ეს ძალიან რთულია. არც ძალიან პატარა ვიყავი, რომ ვერ გამიგორა მოხდა და არც ძალიან დიდი, რომ ადვილად გადამეტანა და მე როგორ გითხრა, თურმე ეს ტკივილი არის მოუშუშებელი. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ რაღაცა ჭრილობა გაქვს, რომელიც არასდროს არ ხორცდება. აი და მე მაგალითად დაახლოებით აი ამ ტკივილს ვატარებ მთელი ცხოვრება. მაგრამ მე მახსოვს აი ამ უდიდესმა ტკივილმა ჩემს ცხოვრებაში მიმიყვანა ერთ დასკვნამდე რომ მე თუ მანამდე მეგონა 10, 12, 13 წლის ბავშვს რომ ეს ქვეყანა იყო ერთი დიდი მხიარულება, თამაში, დროს დარება, მეგობრების და დამაფიქრა რომ თურმე რა ყოფილა მეთქი ეს ქვეყანა და აი 13 წლისამ რო დავსვი ეს კითხვა რა ყოფილა ეს ქვეყანა მეთქი ვიყავი მოუნათლავი არც ღმერთი ვიცოდი არც არაფერი არ ვიცოდი ღმერთის შესახებ და აი ამ დიდმა ტკივილმა მე ღმერთამდე მიმიყვანა იმიტომ რომ დამანახა რომ ეს ქვეყანა აი რა ვთქვათ მიუჯექით ამ ქვეყნის სუფრას მაგრამ არ დაეყრდნოთ მას ამბობს გრიგოლ ნოსელი და აი ზუსტად ესე უნდა მოიქცეს ადამიანი არა ამ ქვეყნიურია. ეგვიპტის ფარაონი იაკობს როდესაც ეკითხება რომ რამდენი წლის ბრძანდებითო ეს მამამთავარი საოცარ კითხვას პასუხს აძლევს რომ ჩემი ამ ქვეყანაზე მდგმურობაო წირობაო 140 წელიაო მიდისო თუ 130 ანუ მე 130 წელიაო ამ ქვეყანაზე ვცხოვრობ 130 წლის ვარო ეს უთხრა მაგრამ ნახეთ როგორ უთხრა რომ ამ ქვეყანაზეო ჩემი მდგმურობაო 130 წელია გრძელდებაო აი როგორ შეხედა მან ჩვენ კი ვართ ამ ქვეყანაზე მაგრამ ჩვენი სიმძიმის ცენტრი აქ არ არის ღმერთთან არის და მარადილ სამყოფელშია და ჩვენ ზუსტად ამას უნდა მივხვდეთ და ეს განსაცდელები რაც ჩვენ ამ ქვეყანაზე გვემთხვევა საშინელება და მე ეს საშინელება შემემთხვა აი ამაზე დიდი საშინელება არ არის ვიდრე ახლობელი რო გარდაგეცვლება თქვა დედა გარდამეცვალა მე 21 წლისას მეგობარი გარდამეცვალა და სახტად დავრჩი რომ და ამ ქვეყანაზე უკვე ფესვების გადგმას არ ვცდილობ იმის მერე იმიტომ რომ ვიცი რომ მაინც დროებითია ეს და რაღაცნაირად ფრთხილად უნდა იცხოვრო ამ ქვეყანაზე. აი მანქანას რო ატარებ ხო უნდა იყო ფრთხილად. და იარე ფრთხილად და ზუსტად ასე უნდა იყოს ქვეყანაზეც და განსაცდელებს ავწდებით ძალიან ბევრ განსაცდელებს. იმიტომ რომ ადამიანი საბოლოო ჯამში ძალიან უსუსურია და ძალიან დაბალი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ თუ ღმერთი შენთან არის ფაქტიურად შენი შესაძლებლობები არის განუსაზღვრელი. თუ შენს გულს უხარია, შენი გონება გახსნილია, ყურადღება მობილიზებულია, ენერგია დიდი გაქვს და ყველაფერი ადვილად მიდის. ერთი სიტყვით ზურგის ქარი გაქვს და შენ თავარია რომ ისიამოვნე და გაიხარე ამ ქვეყნით და სხვაც გაახარე. მაგრამ თუ ღმერთი არ არის ჩვენთან და თუ ეს ზურგის ქარი არ აგვაქვს და ეს ენერგია არ აგვაქვს და მადლი არ აგვაქვს მაშინ ეს ქვეყანა გავს აი კატორღულ შრომას, აი როდესაც ოფლს ღორი და რისთვის ღორი შედეგს ვერაფერს ვერ ღებულობ და ასე შემდგომ და რაც ყველაზე მთავარია ვერ ხარობ და ვერ ხედავ კიდე იმას მიზანს და ვერაფერს ვერ აღწევ თითქოს ასეთი განცდა გაქვს და განცდა გაქვს რომ ხარ ჩაკეტილ წრეში აი მონანიებაში რო არის აი ფსიქიურად შეშლილი ადამიანი რო დადის ბეტონებში მოქცეული და არც კარი აქვს ამას და არც გამოსასვლელი არ აქვს
ეს არის ეს ქვეყანა. საბოლოო ჯამში უღმერთოთ ადამიანი რაღაცა ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდება, საიდანაც აი გამოსავლის შანსი არ ექნება. გამოსავლის შანსი არ ექნება და საბოლოო ჯამში ამას ადამიანი მიყავს დეპრესიამდე, დეგრადაციამდე, რაღაცა ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე და ასე შემდგომ. მაგრამ საკმარისია რომ თქვა კურთხეულარს აი უფალი ხო ამბობს მეო რახან ესე იგი თქვენო მე არ მიმიღეთო ოხრად დარჩებაო თქვენი სამყოფელიო ოხრათო ესე იგი მადლი აღარ გექნებათო ვიდრეო ამას ისრაელზე ამბობს ვიდრე არ იტყვითო კურთხეულარს მომავალი სახელითა უფლისათო ესე იგი ვიდრე თქვენ ესე იგი ღმერთს არ მოიძიებთო და თქვენი გული ღმერთისკენ სავალ გზებს არ გაწმენდსო და არ ივლისო ღმერთისაკენო და კურთხეული უნდა გავხდეთ ჩვენ აი ოქროს ხანა მაგიტო დავკარგეთ რომ ამ ქვეყნიურ შვებასიამეს მივეცით და ამ ქვეყნიურად დავით და განსაცდელები ყოველთვის იქნება და როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს როგორც ზღვას არ მოაკლდებაო ტალღებიო ხან დიდი ტალღა მოდის ზღვაზე და ხან მცირე ტალღა მაგრამ ისე რომ ტალღები არ იყოს ასეთი რამ ზღვაზე არ ხდება არც ამ ქვეყანაზე არ იქნება ყოველთვის არის ტალღები ყოველთვის არის განსაცდელები უბრალოდ შენ თუ ღმერთთან ერთად ახარ შენ თუ შეცდომებს არ უშვებ შენთვის ეს განსაცდელები შეუმჩნეველიც ხდება იმიტომ კიდევაც აი როცა გიხარია ხო პრობლემებს ვერ გრძნობ აი როცა ძალიან გახარებულია შენი გული და ნო ვიღაცამ რაღაცა თქვა შეურაცხყოფა მოგაყენა ყურადღებასაც არ მიიღებს ზემოდგები პრობლემაზე ზემოდგა და აი ეგრევე მაშინ როდესაც თუ შენ გახარ სიხარული არა გაქვს გულში მაშინ ყველაფერს განიცდი ამიტომ აი მოკლედ რო ვთქვათ ქრისტიანობა ეს არის როგორ მოიპოვოს სიხარული გულში აი ეს იმიტომ რომ როდესაც ღმერთი მოდის პირდაპირ სიხარული მოდის ჩვენს გულში და ბერძნულის სიტყვა ხარა რომელიც ფუძია სიხარულისა ეს არის ღვთის მადლს ნიშნავს ღვთისგან რომ მადლი მოდის აი ამას ნიშნავს სიტყვა სიხარულის ფუძე ხარა ბერძნული სიტყვა და აი ღვთის მადლს თუ მოვიპოვებთ გვექნება სიხარული და განსაცდელებს შეიძლება ვერ შენიშნო იქნება მამო მაგრამ რა იქნება იცით ჩვენ და შეცდომებს არ დაუშვებ კი ხო და ჩვენთვის მამო იმდენად უნიშნელო იქნება და მეათე ხარისხი იქნება ამ განსაცდელის განსაცდელის გარეშე ცხოვრება როგორ დავიბადეთ წარმოგიდგენთ მამო ამ ხელა ზეცის მოქალაქენი უნდა გახვდეს ამას ეხა ეშმაკი ხელს შეუშლის აბა რას ისამს ხო მისი პირველი მისიაა რომ შენ შეგიშალოს ხელი ღმერთთან დაახლოვებაში და ყველაფერს იბოროტეს გაგაკეთებინეს მოგიფიქრებს დაგიდგავს იმას რა ქვია ყველაფერს გაგიფუჭებს და შეეცდება რომ არ აღმაღალდეს შენ ზეცამდე მაგრამ შენთვის იქნება უკვე მეორე და მეათე ხარისხოვანი და ყველაზე მაგარი რა არის მზად ხარ მამო აი ყველაზე მაგარი ეგ არის რომ მზად იქნება ადამიანი იმისათვის რაც ბოროტისაგან ელოდება იმიტომ დღეს მამო ადამიანს რა აქვს პრობლემა რომ ძირითადი პრობლემები გადის ჩვენ მატერიალურ ხაზზე რა რომ ზოგს საჭმელი საკვები რაღაცა მესმის და სრულიად ვეთანხმები და ძალიან დიდი ის არის ტკივილიც არის და ის რომ არ უნდა იყოს ადამიანი მშიერი რა თქმა უნდა და ის მაგრამ სულიერათაც მშიერია მამა აი არის ყოფილა პერიოდები რომ ამაზე უარესი პერიოდი ყოფილა მაგრამ სულიერად ადამიანი ისე ყოფილა იმ დონეზე რომ ვერ ინჩნევდა ამას და დღეს მამო ძალიან შეგვეთყო იმიტომ რომ არ ვიყავით მზად აი ამ პირობებისათვის რაც დღეს ბოროტმა შეგვიქმნა იმიტომ რომ დღევანდელი ადამიანი არის გამოცლილი მამო მადლისაგან და ეს ცარიელი ფუთა რომელიც ვიზუალით ვართ ადამიანები და შინაგანად საერთოდ ანგრეულები ვართ და უიმედო დეპრესიული პრობლემებით ასე შემდეგ ხო აი ეს ადამიანი აუცილებლად აგებს ამ ბრძოლას და იმიტომაა მამო ამდენი პრობლემა და ამდენი სასუცაკვეთ ამდენი სუიციდი ამდენი მთელი ადამიანმა მეტი აბა რა უნდა გააკეთოს ხო როდესაც ცარიელი ეშმაკი ძალმომრეობს ადამიანზე როდესაც ადამიანში ვნებებია როდესაც ადამიანი შეცდომებს უშვებს როდესაც ადამიანი მიჩვეულია რაღაცა ცოდვის ჩადენას და ცოდვა მისთვის სიცოცხლეა აი მაგალითად ლუარსაბ თათქარიძისთვის ჭამა იყო სიცოცხლე ესე იგი სმა იყო სიცოცხლე
მას რო საჭმელი და სასმელი მოკლდებოდა, ეს იქნებოდა დიდი პრობლემა მისთვის და სიკვდილის ტოლფასი და შეიძლება ჩვენთვისაც ახლა ესეა. აი თქვენ ახსენეთ ეს საჭმელი და სასმელი და თანამედროვე ადამიანს რომ მოგვაკლდეს საჭმელი და სასმელი შეიძლება ვიფიქროთ რომ უბედურები ვართ. არა და ესე არ არის. ესე და როგორც თქვით, ეშმაკს ძალა აქვს ადამიანზე, როდესაც ადამიანი რაღაცა არასწორად ცხოვრობს. მაგრამ თუ წარმოვიდგენთ, აი წმინდა იოანე კიბის აღწერილს აქვს ეს აღწერილი ერთ-ერთ თავში, როცა რა მოხდება, როდესაც ადამიანი უვნებობას მოიპოვებს, ესე იგი ვნებები აღარ ექნება მას. და აი ბევრი რაღაცა სასიკეთო ხდება, მაგრამ ერთ რამეს რასაც ამბობს წმინდა მამა, ესეთ რამეს ამბობს, რომ ის გახდება ღმერთი ეშმაკთათვის. და ეს მე ვერ მივხვდი თავიდან, მე დავიწყე ამაზე ფიქრი, რას ნიშნავს ეს ღმერთი გახდება ეშმაკთათვის. ესე იგი, მე ეშმაკნი პრობლემებს კი ვერ შეამთხოვენ უვნებო ადამიანს, არამედ როგორც ღმერთს, ისე ვეღარ ეკარებიან მას. აი როგორც ღმერთს ვერ ეკარებიან და ვერაფერს ვერ აკლებენ, ისე ამ ადამიანს ვერაფერს ვერ დააკლებენ და ჩვენ ვიცით უფლის ნათქვამი, რომ თუ დოგვის მარცვლის ოდენა რწმენა გექნათო, თას რო უთხრათ გადადგებაო. ანუ ამ დროს წმინდა მამები მარტავენ, რომ სწორედ ამას გულისხმობს, რომ პრობლემას რო უთხრა გადადგებაო. ხა ყველა პრობლემას ზოგადად ეშმაკი კურირებს და ეშმაკი იქმნის. და მისი ასე ვთქვათ, საქმის გამგრძელებლები ადამიანები ამ ქვეყანაზე. ყველა პრობლემა მაგათგან მოდის. და შენ თუ გახდები უვნებო, შენ თუ გახდები ნამდვილი ქრისტიანი და ნამდვილი სიწმინდის მატარებელი, უფალი ამბობს ამას. თას რო უთხრა გადადგებაო. აი როგორც ესე იგი როგორც მთის გადაადგილებაა წარმოუდგენელი, ასევე პრობლემაში მყოფი ადამიანისთვის წარმოუდგენელია პრობლემის გადაწევა და გაწევა გვერდზე. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდებაო, თუ თქვენ დოგვის მარცვლის ოდენა რწმენა გექნებათო და ამაში უნდა გაძლიერდეს ადამიანი. ამ სულიერ სიძლიერეში ადამიანს კიდე უშლის აი სწორედ ეს ცოდვები და ცოდვები კი არ გვიშლის ხელს, როგორც ესეთი ცოდვები. აი ვიღაცას ცოდვები რო აქვს, ის კი არ გვიშლის ხელს. მე რომ აქ ცოდვის მიმართ მიდრეკილება, ეს არის პრობლემა. ეს მას უსტევს მე. ეს მართმევს მე ენერგიას. ეს მართმევს მე მადლს. ამიტომ ჩემი ყველაზე დიდი საკეთებელი და საზრუნავი ეს არის, რომ მე ცოდვებისაგან გავითავისუფლო ჩემი თავი. და მე ვხდები როგორც იოანე დამასკელი ამბობს, მადლით ღმერთი. მე ვხდები ნამდვილი ღმერთი. ოღონდ მადლით. და ერთადერთი სხვაობა არისო მე ღმერთსა და ადამიანს შორისო, რომ ღმერთი არის შემოქმედი და დაუბადებელი, ადამიანი კი უბრალოდ დაბადებული, მაგრამ ის ღმერთის ყველანაირი სადაც მე ვიქნებიო, იქ იქნებითო თქვენო ამბობს ქრისტე თავის ერთგულებზე და შენ თვითონ ხდები მადლით მერე ღმერთი. არაფრით ნაკლები, იმიტომ რომ ღმერთის შვილი ღმერთია და ჩვენ ღმერთის შვილობა შეგვახსენა ქრისტემ. და სწორედ ეს უნდა მოვიპოვოთ. და არ უნდა ვიყოთ დაჩაგრული და საწოდაობა რომ ღმერთის შვილად დაბადებული და პოტენციის მქონე ადამიანი პრობლემებში იხჩობოდეს და ჭაობში იხჩობოდეს. და ესე იგი მაგალითად პრობლემებში რო ვიხჩობით, ეს პრობლემების ბრალი კი არ არის. ეს ჩვენი ბრალია, რომ რაღაცა არასწორი ქცევები გვაქვს, არასწორი მიდრეკილებები გვაქვს, არასწორი მიზნები გვაქვს ცხოვრებაში. არასწორ რაღაცას ვაქცევთ ყურადღებას, თავრად ვიხდით არასწორ რაღაცას. სადაც არისო შენი საუნჯეო, იქ არის შენი გულიო, ამბობს უფალი და ესე იგი, რაც ეხლა მე ჩემთვის უნდა ვკითხო, რა არის ჩემთვის ყველაზე დიდი საუნჯე? აი, რა არის ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის? რა არის? ან ვინ არის? თუ ღმერთია ყველაზე დიდი ბედნიერება, მაშინ სწორ გზაზე ვდგევა. მაგრამ თუ ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ ქვეყანა მოიპოვოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ან ვიყო ჯამრთელი, ან მაცივარი მქონდეს სავსე, ან მქონდეს კარგი სამსახური და შემოსავალი, ეს ჩავთვალოთ, რომ ეს არის უღმერთო ცხოვრება. და წარმართული სცენარებით წავა ჩვენი ცხოვრება და პრობლემები რა თქმა უნდა არ მოგვაკლდება. ამიტომ
ჩვენი მიზნები უნდა გავასწოროთ, აი მთავარი მიზანი რა არის? მთავარი მიზანი 100,000 მოწამის მთავარი მიზანი ყოფილა დიდება ღვთისა და მე როდესაც მათ მოუწოდეს რომ დაეფურთხებინათ ხატებისთვის და ფეხით გადაევლოთ მისთვის, მათ ეს არ იკადრეს, სიცოცხლეც კი დათმეს ამის გამო და არ შეენანათ თავიანთი ძალიან დიდი ქონება. და ხო ვიცით ეს ფაქტი, რომ ჯალალედინის ლაშქარი ერთი კვირა ითვლიდა იმ სიმდიდრეს, რომელიც აი ამ დახოცილი ქრისტიანების სახლებიდან გამოიტანეს. და აი მე მადლობ ღმერთს, რომ ჩვენი წინაპარი ესეთი იყო და ეს კულტურა შექმნა და თავისი ცხოვრების, ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრულით აი დაგვიტოვა ცხოვრების წესი. და აი ეს უნდა შევძლოთ ჩვენს. ჩვენ მათი მოდგმისა ვართ. ჩვენ მათნაირები ვართ. ალბათ ფიზიკურადაც ვგევართ მათ, მაგრამ უნდა გავდეთ ცხოვრების წესით და რა თქმა უნდა მიზნებით. ეს ფსიქოლოგიაში წესია ადამიანს ყველაზე დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები ეწყება მაშინ, როდესაც არ აქვს მას მიზანი. იდეა რისთვის ცხოვრობს. ან არასწორი მიზანი აქვს. არა, თუ მას სწორი იდეა არ აქვს და სწორი მიზანი, მაშინ მას რაღაცა მიზანი აქვს, აუცილებლად რაღაცას ირჩევს მიზნად. დღესდღეობით მაგალითად აი კვირისპირალი წრის გამოკითხვა რო იყო დაახლოებით 10-11 წლის წინ. პირველი, მეორე და მესამე ღირებულება ეს არის ჯანმრთელობა, ფული და კარიერული წინსვლა. აი სამი ძირითადი მიზანი წარმოიდგინეთ. ეს მთავარი მიზნებია. დღეს ჩვენს ერში მთავარი არის ეს მთავარი ჯანმრთელობაა მთავარი. აი საშუალო ქართველი რო ავიღოთ, თუნდაც სოფლიოს მოქალაქე ავიღოთ, ყველაზე მთავარი მისთვის არის ჯანმრთელობა და სიამოვნება. აბა ვკითხოთ ჩვენ თავს ეს თუ ესე არ არის. თუ ეს ესეა, ნიშნავს რომ ჩვენში ცოდვა ამპარტავნება არის გააქტიურებული და რომელიც ფარავს ჩვენში ყველაფერ კარგს და ჩვენ ცხოვრების მიზნად გვისახავს იყავი ჯანმრთელი, იყავი ესე იგი სიამოვნებაში მცხოვრები და ასე თუ იცხოვრა ადამიანმა და ამისთვის ის 100,000 მოწამისთან ერთ-ერთი ვერასდროს ვერ გამოვა. დიდგორის მეომართა შთამომავალიც ვერ იქნება ვერასდროს. და ვინ იქნება? რა თქმა უნდა, არაღმერთისკენ მიმავალი ადამიანი. არაღმერთისკენ მიმავალი ადამიანი და უფალი რას ამბობს, ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია. და თუ ღმერთისკენ არ მიდიხარ, ცხოვრება ისე მოეწყობა, რომ ადრე თუ გვიან ღმერთის წინააღმდეგი აღმოჩნდები. ამიტომ ღმერთმა დავიფაროს ყველა და ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ამაში არ უნდა შევცდეთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს განსაკუთრებული. ჩვენ ყოველთვის ერი ვიყავით. ჩვენ ხო ყოველთვის 3000 წელზე მეტია ჩვენი ერობა რო გრძელდება და ეს რას ნიშნავს, რომ ჩვენ გვქონდა საერთო იდეა, საერთო მიზანი ყველას. მე შენ იმას ყველას ერთი კი ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, მაგრამ ჩვენ გვქონდა გარდა ამისა ერთი იდეა, რომელიც ჩვენ გვაერთიანებდა. და რომელიც ჩვენ ერად გვაყალიბებდა და ეს ილიამ დიდებულად ჩამოაყალიბა მამული, ენა და სარწმუნოება. ეს ჩვენ გვაერთიანებს და მადლობა ღმერთს, რომ გვაერთიანებს და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენ სიცოცხლეზე ზევით, ჩვენს ჯანმრთელობაზე წინ, ჩვენს სიამოვნებაზე წინ დავაყენოთ მამულიც, ენაც, ანუ კულტურა და სარწმუნოება, ანუ ღმერთი და ჩვენ ვიქნებით ნამდვილი ერი, რომელიც წარმატებული იქნება ყველგან და ყველაფერში. ადამიანი, რომელიც თქვათ ფიქრობს სიტუაციურად თავის ჯანმრთელობაზე, გინდა ომი მოხდეს, გინდა მშვიდობა იყოს, გინდა მეგობრებში აღმოჩნდეს, სადაც გინდა აღმოჩნდეს, ის ჯერ თავის თავზე იფიქრებს. მე თუ დრო დამრჩება, შენზეც ვიფიქრებ. აი მამაო ძირითადი პრობლემა ეგ არის რა, აი შენ რო შენ თავს ძალიან უფრთხილდები, მე უკვე სხვისათვის თავდადება არის მეორე ხარისხი. აი წარმოიდგინეთ, ოჯახები იქმნება, ახალგაზრდები ქმნიან ხანდახან ოჯახს და შეხედავ და 6 თვეში, 8 თვეში, 10 თვეში, 11 თვეში. რატომ? იმიტომ რომ ქმნიან სიამოვნებას ეძებენ იქედან.
ესე იგი ქმარი ფიქრობს რომ მე სიამოვნება უნდა მივიღო, ცოლი ფიქრობს რომ მე სიამოვნება უნდა მივიღო, ჯერ მე და ჩემი სიამოვნება, მერე შენ და შენი სიამოვნება კი ბატონო, მაგრამ ჯერ ჩემი. და ესე იგი გამოდის რომ ეს ყველაზე ახლობელი ადამიანები თავის თავებზე ფიქრობენ. არა და ოჯახის სხვა არის. ქმარი ცოლზე უნდა ფიქრობდეს და თავის თავზე მეტად უნდა უყვარდეს და ცოლიცაც ქმარი თავის თავზე მეტად უნდა უყვარდეს და წარმოიდგინეთ რა სიტუაცია შეიქმნება, როდესაც ქმრისთვის თავის თავზე უფრო საყვარელი ცოლია და ცოლისთვის თავის თავზე უფრო საყვარელი ქმარია. ეს უკვე 64-ია. და მე ეს 64 უნდა გაავრცელონ თავიანთ ოჯახში, აი როდესაც შვილები შეეძინებათ, შვილი შენ თავზე მეტად უნდა გიყვარდეს და წარმოიდგინეთ შვილი როდესაც ამას გრძნობს რომ მშობელს ის თავის თავზე მეტად უყვარს, ის წელგამართულია, ის ხვანაირი ბედნიერია. მაგრამ აბა ახლა წარმოვიდგინოთ რომ შვილი გრძნობს რომ მშობელს ის არ აინტერესებს ჯერ მე და ჩემი ჯანმრთელობა და სიამოვნება და მე შენ შვილო ერთი რა შენ სხვა ხარ, წავიდე შენ თავს მიხედე. ასეთი ადამიანი დაიჩაგრება და ფსიქოლოგიურად გაუჭირდება შედარებით. ყოველთვის ის დედებიც მეწოდებიან, ვისაც თავის თავზე მეტად უყვარს ხოლმე რა მხრივ, მამაო, კი, ზეცის მხრივ ძალიან მართლა ბედნიერები არიან, მაგრამ შირად ვერ გიმართლებენ ამ იმედს შვილები სამწუხაროდ ჩვენ და ამ ქვეყნიური ადამიანები. კი, ეს სხვა პრობლემაა, რა თქმა უნდა. ეს კიდე ცალკე პრობლემაა, რაც მაგრამ ეს შვილიც რა არის, იცით, ეს ნიუტონის მესამე კანონია, ხო? F უდრის -F-ს, ანუ ქმედება ტოლია უკუქმედების. შენს ბუნების კანონია ეს. შენ თუ ვიღაცა სიყვარულს გაძლევს, ავტომატურად განეწყობი შენ, ავტომატურად განეწყობი, რომ შენს იგივეთი უპასუხო, რომ გააწონასწორო ეს სიტუაცია და მშობელს თუ თავის თავზე მეტად უყვარ ხარ, შენ რატო არ უნდა გიყვარდეს მშობელი და ეს სამოთხებრივი ურთიერთობა ოჯახში ისწავლება. და მე კარგი ოჯახის შვილი რო გამოდის, თქვათ სამსახურებში, თქვათ ქუჩაში, მე მას ის შენ თავის თავზე მეტად გაფასებს. აი ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც ოჯახმა უნდა შექმნას. მაგრამ თუ ახალგაზრდები ასე არ შექმნიან ოჯახს, ისინი ვერ შექმნიან სრულყოფილ ოჯახს. იმიტომ რომ ეხლა ხდება სიტუაციები, რომ მაგალითად ერთ შვილს იყოლიებენ და დამთავრდა. ან და მაგალითად არ უნდათ ცოლებს ქმრებთან ერთად ცხოვრება, ქმარს არ უნდა რომ პასუხისგებლობა აიღოს თავის ცოლ შვილზე. აყავთ ერთი შვილი და ნუ იმასაც შეიძლება ან მშობლები ეხმარებიან იმის გაზრდაში, ან ძიძები ეხმარებიან და ასე შემდგომ და წარმოიდგინეთ, აქ უკვე იკარგება სულისკვეთება, აქ უკვე იკარგება ის ეროვნული იდეა, რომელი იდეითაც ჩვენ ცხოვრობდით. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, მე უბრალოდ მაგალითად ეხლა მახსენდება 9 ძმა ხერხეულიძეები. ხო, ძირითადად ჩვენ ერში ცნობილია ეს 9 ძმა ხერხეულიძე. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ იმ ბრძოლაში მათი ერთი დაც დაიღუპა, მეათე 9 ძმა ხო დაიღუპა, მეათე და დაიღუპა და ეხლა წარმოიდგინეთ დედა, რომელმაც უყურა 10 შვილის დაღუპვას, უბრალოდ ეს არის ფენომენალური, ეს არის მსოფლიო პიროვნება, რომელიც ჩვენ პრინციპში დავიწყებული გვაქვს. 10 შვილი დაეღუპა ერთ ბრძოლაში და მან დროშა გამოიტანა. მე სულ მიჩნდებოდა კითხვა, რომ 9 ძმა ხერხეულიძის, მათი ერთი პატარა დის მამა სად იყო? ან ასეთი დედის ქმარი სად იყო? რა თქმა უნდა, ალბათ უკვე თავგანწირული იყო და სადღაც ბრძოლაში დაღუპული. მაგრამ აი ეს არის ოჯახი. ეს უნდა იყოს ეტალონი და სხვათა შორის ეს უნდა იყოს ჩვენთვის ეტალონური და ჩვენ შვილებს ეს უნდა ვასწავლოთ, რომ ისინი ასეთები გახდნენ, მათ ასეთი ოჯახები უნდა შექმნან. თავისი შვილები სამშობლოზე მეტად კი არ უნდა უყვარდეს. თავისი შვილი სამშობლოსთვის უნდა ემეტებოდეს. ილია ხო ამბობს ერთ-ერთ იმაში, რა ქვია, ლექსში, რომ დედას, რომელსაც სამშობლოსთვის არ ემეტება თავისი შვილი, მას თავისი შვილი არ უყვარებია. და ჩვენ აი მართლა უნდა გვიყვარდეს ჩვენი შვილიც, ჩვენი სამშობლოც, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი ეკუთვნის. პირველი ღმერთი, მერე მამული, ენა და სარწმუნოება და მერე სადღაც ბოლოში ჩვენ.
დიახ, ძალიან დიდი მადლობა, რომელიც შეცვლილია რადიკალურად და ჯერ ჩვენ და მე თავდათავად და მე უკუღმა ყველაფერი და მე ჭაბუას თქმის არ იყოს. ჭაბუას თქმის არ იყოს, მე ვხვდებით ყოფილი ერი კი არა ვართ, ყოფილი ერი ვართ. უბრალოდ ღმერთი არ უშვებს, რომ ჩვენ დავიშალოთ, დავინგრეთ და ასე შემდგომ პირიქით მე-15 საუკუნეში რომ 8 ნაწილად დავიშალეთ საქართველოს, აი იმას მოგვიყარა თავი ღმერთმა. იმას მოგვიყარა, თითქოს დამპყრობლები შემოგვესიენ, რუსული იმპერია, მერე გერმანიის ამბიციები ჩაერთო, ინგლისის ამბიციები ჩაერთო და ჩვენ გვაიძულეს, რომ დამოუკიდებლობა, ესე იგი, ჯერ გავერთიანებულიყავით და მერე კიდე დამოუკიდებლობა გამოგვაცხადები 26 მაისს. და წარმოიდგინეთ, მე ამაში ვხედავ ღვთიურ სასწაულს, რომ მე-15 საუკუნის მერე ჩვენ აღარ შეგვწევდა ძალა, შემართება, უნარი გნებავთ სურვილი ზოგ შემთხვევაში, რომ ერთად ყოფილიყავით, რომ რაღაცა ერთი იდეით გვეხემძღვანელა, აი რასაც ილია ამბობს, ხომ, რასაც ვთქვათ, ერეკლე მეფე ემსახურებოდა და ასე შემდეგ. და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენ ეხლა შევძლოთ ეს უნდა შეძლო, მე ვცოცხლობ, ნიშნავს, რომ სწორად უნდა ვიცხოვრო. მე მართალი ადამიანი უნდა ვიყო. შენ მართალი ადამიანი უნდა, ჩვენ ღმერთის წინაშე, როდესაც წარვდგებით, ჩვენ უნდა გვეთქმოდეს, რომ უფალო, მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე შენი დიდებისათვის და ჩემი მოვალეობის შესასრულებლად. და თუ შეიძლება, მამაო, სხვათა შორის, აი ძალიან ბევრს უფიქრია, დარწმუნებული ვარ, დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ აი თან გამიგია კიდევ ცოლაბა, აუ წესიერი, აი ვისაში უნდა შენი წესიერება რაღაცა. შენ გჭირდება, პირველ რიგში ღმერთ გჭირდება, იმიტომ რომ ყველაზე მაგარია ისე რომ ხარ, რომ ვიცი რომ შემეტოვები იქნება, რომ ამ წესიერებას საფრთხე შეექმნას და რამდენად გაცდუნეს ბოროტი წარმომიდგენი ხარ, რამდენ აი სისაძაგლეს გიგზავნის, რომ შენ ამ წესიერების გზას გადაუხვიო. მე წესიერებას ას გულისხმობ. ანუ რომ შენ თავდადებული რო ხარ, შენ რო წესიერი რამ ხრი ხარ, ცოდვილი მამაო, ყველა არის, მაგას ეხა აღარ ვიტყვი, რაღაცა უცოდველი კი არ იყო. უბრალოდ აი რაღაცები ისინი, რაღაცა გადამწყვეტ მომენტებში, რომ ქრისტიანი იყო რა, რომ აი როცა ადამიანს ჭირდება ხელი გაუწოდო, რომ არ უკან არ დაიხიო ვიღაცის ტკივილს რო გაიგებ და ყურმილს უნდა უპასუხო და ასე ნუ ძალიან ელემენტარულებით იქნება ამ ფიფქებით იქნება ის დიდი ზვავი ხო და აი წესიერების ხო და მამაო თუ შეიძლება მამაო აი ბევრ ადამიანს გული აქვს გატეხილი იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრი წესიერი ადამიანია რომელსაც არ უმართლებს საქართველოს თვითონ საქართველოს ცოტა ბჭყალებში საქართველოში რო გაჩდი უკვე დაგინახა მართლმადიდებელი რო გაჩდი უკვე დანახული ხარ შენ და ძალიან დიდი პლუსით ხარ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეზე მაგრამ სხვა სარწმუნოების ხო საერთოდ მაგრამ აი წარმოიდგინეთ მამაო თან დიდი შანსი არის უფრო მეტი რომ ღმერთისკენ მიხვიდე ამ და დაუახლოვდე ღმერთს მაგრამ მამაო ყველაფერი კეთება იმისაც რომ ადამიანმა ეს წესიერება ზე ხელი აიღოს და რაღაცა იმიტომ რომ უყურებს უწესო ადამიანებს როგორ კარგად ექცევიან და გული გწყდება იქ ბოროტის გაჩვენებს აი შენი მეზობელი რომელიც გათახსირებულია უბრალოდ რაღაცა ჩინოვნიკია ხო ხედავ იმას უფრო მაგარ პატივსცემენ ვიდრე აი შენ სიტყვაზე რომელსაც ფული აქვს იმას უფრო მაგარ ამაზე მოქმედებს მამაო რა იქ ვიღაცა არაკაცის შვილი გამოდის და ყველაფერი აქვს და შენში შეიძლება არაფერი არ აქვს ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანს ეს ფინტებია ბოროტის რომ შენ დაგცეს რაღაცნაირად თუ შეიძლება მამაო ამითი ძალიან ბევრი ციხეებში ზის ბევრი წესიერი ადამიანი რომ აი ამ ფიქრმა აქამდე მიიყვანა ხო აი თუ შეიძლება მამაო აი ამას როგორ მოეროს იმიტომ შემოთავაზებები იქნება მამაო რა ზოგადად რო შევხედოთ ყველა ადამიანს თავის წესიერი გონია აი მითხარით ვინ იტყვის რომ მე უწესო ვარ მე მგონი არავინ არ იტყვის მაგრამ წესიერება ეხა ძალიან პატავნებაში გამომივა რომ მე ვთქვა მაგრამ მე მართლა ანუ ისიც ის არ ვარ ხო და ხო გეუბნები ხო ეხა საჯაროდ რომ ამას ამბობენ მაგრამ მე სულ ჩემში პირადში ვფიქრობ ხოლმე რომ მე იმ სიმაღლეებს ვერ ვაღწევ რაც ღმერთმა მე დამიბარა ხო მაგრამ მე მინდა აღვნიშნო რას ნიშნავს სიტყვა წესიერი ქართული გაგებით და მე როგორც ვარ მიხვედრილი წესიერი ნიშნავს წესების დამცველ ადამიანს მაგრამ რომელ წესებზეა საუბარი ქართველი ესე ამბობს რომ კანონმა იკანონოს მაგრამ სინდისმა იბატონოს ესე იგი ქართველი კანონმორჩილი კი არ იყო უბრალოდ კანონმორჩილი იყო მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ კანონმორჩილი კი არ იყო სინდისის მორჩილი იყო
ამაში იყო ქართველის ძალა. და ეს არის სწორი და წესიერი ადამიანი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ღვთისგან მოცემულ წესებს რომ შენ ცხოვრებაში იცავ, უკვე წესიერი ხარ. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა სხვასთან რა ხდება და სხვა როგორია და რას ნიშნავს თვითი წარმოსა. მაგრამ ხო წამოწეულია მამა. ხო, მაგრამ უფალი ხო ამობს, არ განიკითხოთო. არ განიკითხოთო, იმიტომ კი არ უნდა განიკითხო, რომ ესე იგი, იმიტომ კი არ უნდა განიკითხო, რომ ღმერთი გეუბნება, რომ არ უნდა განიკითხო. არა. შენთვის არის. უნდა დაიცვა შენი თავი, შენი ფსიქოლოგია, შენი ნერვული სისტემა, შენი ტვინი, სააზროვნო აპარატი, თვალი და არ უნდა კარგო ამაში ენერგია. ძალიან დიდი ენერგია გადის ადამიანიდან, როდესაც ადამიანი ვინმეს განიკითხავს. უფალმა ეს 64-შივე მისცა ადამიანს ეს მცნება თუ წესი ცხოვრებისა, რომ ესე იგი კეთილისა და ბოროტის ხის ნაყოფი არ მიეღო და სწორედ ამას ნიშნავს. ადამიანს მე ცოდვით დაცემის მე ესეთი ლოგიკა აქვს. აი საერთოდ გაიხედები, ამბობ ეს ან კარგია, ან ცუდია. ეს ან მომწონს, ან არ მომწონს. ეს ან ბოროტია, ან კეთილია. და უკვე დამთავრებულია, შენ დაჭერილი ხარ ეშმაკისგან, შენ დაჭერილი ხარ ცოდვებისგან და შენ მოტყუებული. და უფალი ხო ამბობს, კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ მიიღოთო, თორემ სიკვდილით მოკვდებითო. და აი სწორედ ეს არის, შენ სირგლივ თუ დაიწყე, შენ სირგლივ არაა საკმარისი, ეს მარტო შენ სირგლივ კი არა, სადაც გინდა ამ ქვეყანაზე მოხვდი, აი სადაც გინდა. ყველაფერი იქნება ან შენი მოსაწონი, ან შენთვის არ მოსაწონი და შენ თუ ამ ლოგიკით დაიწყე ყურება ირგვლივ, შენ სიკვდილით მოკვდები და სიკვდილი ამ შემთხვევაში გულისხმობს, ესე იგი, ანატომიურად და ბიოლოგიურად ცოცხალი ვიქნები, მაგრამ სიკვდილი ნიშნავს, რომ ღმერთს მოვწყდები, ღმერთს მოვწყდები და ესაა სიკვდილი და ამ სიკვდილით მოვკვდები. ესე იგი, უღმერთობით მოვკვდები. ეს დამემართება მე. ამიტომ არავითარ შემთხვევაში უნდა გადაეჩვიო ადამიანი. შენ სიცოცხლის სიკეთისა და ბოროტის შეცნობას კი არ უნდა მიუძღვნა შენი ცხოვრება, რომ ეს სიკეთილია, ის ბოროტია, ეს ესეთია, ის ისეთია. შენ შეიძლება თავიდან კეთილ სიკეთეს მიაქციო ყურადღება, მაგრამ შენ უკვე წყდები ღმერთს. სამყაროს ცენტრი ხდები, მე ეს მომწონს, მე ეს არ მომწონს და ავტომატურად ღმერთს გამორიცხავ შენი ცხოვრებიდან და ეს არის მთავარი საშიშროება, რომელზეც 64-შიც კი ესე იგი ადამიანს მისცა ეს მცნებად და ეხლა წარმოვიდგინოთ, თანამედროვე ადამიანი იკვლევს ეს სიცოცხლისა და ეს სიკეთისა და ბოროტის შეცნობის ხე, ვაშლის ხე, ვაშლი იყო თუ ლეღვი იყო თუ რომელი ხის ნაყოფი იყო და ჩათვალეს რომ ეს არის ვაშლის ხე. ნუ ეს არის აბსოლუტური დაცილვა ეშმაკისგან. ესეთი რამე არ უთქვია ღმერთს. ღმერთმა უბრალოდ გაგვიმახვილა ყურადღება, რომ არ განიკითხო ადამიანი, არ განიკითხო შენს ირგვლივ. ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ დაინახო და ვერ შენიშნო. ვერ შენიშნო ეშმაკის მოქმედება, ვერ შენიშნო სიკეთე, ვერ შენიშნო ბოროტება. არა, შენ ამით არ დაკავდე. შენ უნდა დაკავდე სიცოცხლის ხის ნაყოფის მიღებით. აი ეს, ანუ ღმერთთან ურთიერთობა ეს შენი ცხოვრება უნდა იყოს, რომელიც არის სიცოცხლე და სიხარული. და ეხლა წარმოვიდგინოთ, როდესაც შენ გიხარია, მაგალითად რო გიხარია, აქცევ ყურადღებას ირგვლივ რა ხდება, ვინ არის ბოროტი, ვინ არის კეთილი, არ ახცევ, იმიტომ რომ შენში იმხელა აღფრთოვანება, იმხელა ენერგია, იმხელა ბედნიერება ტრიალებს, რომ შენ მიწას ფეხს ადგამ თუ არა, ამასაც ვერ აფიქსირებ. ჭამა არ გინდა, სმა არ გინდა, სხვაზე ფიქრი არ გინდა ცუდად. პირიქით ხარ ძალიან ენერგიული. ეს არის სიხარულის წამები, სიხარულის წუთები, ეს არის ღვთაებრივი ბედნიერება, რომელიც გვესტუმრება სულიწმინდა რო გვესტუმრება, ამ ენერგიით აგვავსებს, გაგვახსენებს, რომ ჩვენ ესა ვართ და ჩვენ ესეთი უნდა ვიყოთ. და ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენ ასეთები ვიყოთ. იქ ახალგაზრდები რო ქორწინდებიან თანამედროვეობაში და ხშირად არ არიან მზად ძალიან ახლო ურთიერთობაში რო შევიდნენ ადამიანთან, უცხო ადამიანთან, თავის მეუღლესთან,
აი მე მაგალითად ჩემ შვილებს არც ერთი არ არის ჯერჯერობით დაქორწინებული, მაგრამ ნუ ხო დაქორწინდებიან, მაგრამ მე ვთხოვ მათ, რომ დაქორწინდებიან, თავიანთი მეუღლე, ჩემი ბიჭი იქნება თუ გოგონა იქნება, ყველას ვთხოვ და ურჩევ. თავის თავზე მეტად უყვარდეს მეუღლე, თავის თავზე მეტად და ეს 64 იქნება, ოჯახი იქნება 64. და მეუღლესაც გააჩნია მამო. არა, რა თქმა უნდა გააჩნია. რა თქმა უნდა გააჩნია. მისმინე ხო, მაგრამ მე უკვე ჯოჯოხეთი იწყება. მე ჯოჯოხეთი, მაგრამ სარგებლოს მამო. მაგრამ როდესაც იქნება ოჯახი, იქ არის პირველი ღმერთი და მე მეუღლეები. ეხიცდათ მამო, თუ შეხედავ რომ ის ვერ დაიტევს, არ უნდა გიყვარდეს. ეხლა მე რას გეუბნებით, იცით, აი ხშირად ხდება ხოლმე რომ ზოგისთვის აი ის წამალი მავნე არის რა, პირიქით, აი რომ აი მის მინახავს რომ სარგებლოს. ამიტომ სწრაფად არ უნდა მოხდეს დაქორწინება. სწრაფად არ შეიძლება. მე მაგალითად შემთხვევები ხო ვიცი, რომ თქვათ აი გაიცნეს ადამიანებმა ერთმანეთი და ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ნუ აი მოკვდებით რო არ დავქორწინდეთ, მე უერთმანეთოთ არ შეგვიძლია, მე დაქორწინდებიან, ეს მე ეს ვნებითი ურთიერთობა ცხრება და მე ერთმანეთის წინაშე სხვადასხვა ადამიანები დგებიან და მე ხდება განქორწინება და ათასობით არის ეს და სავალალო სტატისტიკაა და ღმერთმა შეგვაძლებინოს რომ ჩვენ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ პირველ რიგში რეალობა ეს არის. ჯერ მინდა რომ მე თვითონ ვიყო ბედნიერი. მე თვითონ ვიყო ბედნიერი და მე შემიძლია შენ გაგაბედნიერო. შენ ადამიანი, რომელსაც გიცნობ ან არ გიცნობ, შემიძლია გავაგებ, მაგრამ მე თუ თვითონ უბედური ვარ, მე თუ თვითონ ვერ მივაღწიე შინაგან სიძლიერეს, შენ როგორ მოგიტან სიკეთეს. ამიტომ პირველი საქმე ეს არის, რომ ჩვენ აუცილებლად ბედნიერი გავხდეთ, აუცილებლად. შევიყვაროთ ჩვენი თავი, შევიყვაროთ, ისე შევიყვაროთ, რომ ცოდვებისაგან გავათავისუფლოთ იგი. უფალი ხო ამბობს, შეიყვარეთო მოყვასიო, როგორც საკუთარი თავიო. ესე იგი, მოყვასის სიყვარულს რაღაცა, ესე იგი, გაუგებარ სიყვარულს კი არ გეუბნება. როგორც საკუთარი თავიო. ესე იგი, ერთი წმინდა მამა ამბობს, ჯერ შენი თავი უნდა გიყვარდესო. რომ მე ისწავლო როგორ შეიყვარო მოყვასი და საერთოდ რას ნიშნავს სიყვარული, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. ხადაშორის იმაზე გამახსენდა ოჯახზე, რომ მეორე ნახევარიო გეხმარებაო იმ პრობლემების მოგვარებაშიო, ნათქვამია, რაც ის რომ მოიყვანე, მას შემდგომ გაგიჩნდა. ის არ ყოფილიყო, არ გეკნებოდა, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ხო. ეს პრობლემები საერთოდ არ შეგექნებოდა, ის რო არ ყოფილიყო რა და მადლობა ღმერთსო, ვიღაცა ადამიანებს ერთმანეთის დამხმარე გყავთ, რას ამბობთ. თუ ქორწინებაზე ვიტყვით, პავლე მოციქული ამბობს, რომ თუ ესე იგი, თუ ვინმე დაქორწინდება, მრავალ ამაო პრობლემას იდებსო თავის თავზეო, მაგრამ თუ ვინმე ქორწინდება, ღვთიური კურთხევით უნდა დაქორწინდეს. ღმერთი არ შეიძლება დავიწყებული იქნეს, როდესაც ქორწინდები. თუ ღვთის კურთხევაა დაქორწინდი, თუ არა ღვთის კურთხევა, მაშინ იცხოვრე ბერული ცხოვრებით, მონაზვნური ცხოვრებით. ძალიან დიდი მადლობა. ოღონდ წმინდანი გახდი და უღრმესი მადლობა მამა მობრძანებისათვის. აუცილებლად არ შემილია რომ ბოლო წუთები რახანც არის, რაჭა არ მოვიკითხო ეს ეპარქია, აი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მამა ნოე კერესელიძეს და იმ ადამიანებს საერთოდ ვინც ხართ იქ ბავში მოუნათლე, ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი ოჯახი, ლევან ხიდაშელის ოჯახი, რომლებიც ძალიან აი რა ვიცი, ესენი რო არ მყავდნენ, ჩემთვის აი ძალიან ულამაზო იქნებოდა და ეს ცხოვრება, იმიტომ ძალიან დიდი ხალხი არიან ეს ადამიანები და რაჭველები თვითონ ძალიან მაგარი ხალხი ხარ, დინჯი და ლამაზი, აი მართლა წმინდა ნიკოლოზი რო გიცავთ, ნიკორწმინდის ეპარქია ქვია მამაო და მართლა წმინდანი თითქოს წმინდა ნიკოლოზის სახლია იქ რო ჩახვალ და მადლობა ამისათვის რომ ხართ თვითონ აი არაჩვეულებრივი ხალხი არიან ეს ადამიანები და ესენი ხო საერთოდ ძალიან მიყვარს რაჭველები მამა ტარიელ კერესელიძე ისინი ეს სულ ყველა თითქმის ის მამები ვის ხელშიც გავიზარდნენ მე იყვნენ რაჭიდან და მადლობას გიხდით რა მოკლედ ყველა იმ ადამიანს და მოგიკითხავთ კიდე საპატიმროში მყოფებს ყველას აუცილებლად თქვენ ხართ ჩემი ტკივილი და აუცილებლად რაღაცა დრო მოვარო ყველას ერთ შეგხვდებით და ყველა იქნებით გარეთ მამო დალოცეთ თუ შეიძლება მეც შეუერთდები მამანოე უსაზღვროდ მიყვარს აღვიქვამ რომ აი ჩემი მეგობარია სულის მეგობარია და აი თქვენთან კუთხეში მამო ფოტო რო არის ბოლოში იქ არის აი თუ მამაოს თუ აჩვენებ დიდზე თუ შეიძლება იქ კუთხეში ქვემოთ მამო აი მამა
მამა ნოის ფოტო არის, მამა თეიმურაზის გვერდით. ეს. ხო, დიახ, აი მამა ნოის, აი არაჩვეულებრივი ადამიანი, რაჭის ძალიან ბევრი გაკეთებული. და ზოგადად რაჭველები არიან პატიოსნები, შრომის მოყვარენი, კეთილნი და რაღაცნაირ და დიდი იუმორის მქონენი. მე პირველად როდესაც ვიყავი რაჭაში, ესე იგი ყველაზე სწრაფები როა მსოფლიოში ასეთები მეგონენ რაჭველი როჩა ისეთი იუმორი, ისეთი სისხლდე, ისეთი სიხარული და ისეთი ბედნიერება და ისეთი უბრალოება და პატიოსნება განვიცადე რომ აი მაგალითად მე ესეთი ემოცია მქონდა გულმა მოისვენა და მე თან დაალოცოს რომ მართლა აი როგორც ბრილიანტი ისე არიან ჩვენს სამშობლოში ჩაწვნულნი და მე მრავალი წელი და ღირსებით აცხოვრონ უღრმესი მადლობა და ამრავლო რა თავარი იმრავლონ რაჭველები ხო აუცილებლად მე თუ მადლობა ძალიან დიდი მამაო მოგიკითხავ ლევანის აუცილებლად მოგიკითხავ იმიტომ რომ ეს ადამიანი აი რა ვიცი გადაყოლილია ყველა იმ ადამიანზე ვინც აბარია და მადლობას გიხდით ყველა იმ ადამიანს ვინც ხართ ესეთი მზრუნველები და ესეთი მაგარი ხართ თხოვს ხოლმე რომ არ ვახსენო და მაგიტომ და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერი კარგს გისურვებთ და გემშვიდობებით ხვალ დაგიბრუნდებით მამა გიორგი თეოდორაშვილთან ერთად არ ვიცი როგორი ის იქნება თუ არ გაიმართა ისა რო გვიაბძოლა კაი იქნება და ხვალ გადასარევი ეთერი გელით კიდევ ერთხელ და მამა ლუკას ძალიან დიდი მადლობა მამაო უღრმესი მადლობა რომ ხართ ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ სხვადასხვა მამა ალექსანდრე ბოლქვაძე რომელიც არის რაჭველი ну ნახევრად აი ეგ არის ჩვენთვის აი ყველაფერი და იქ მაგასაც ეთყობა რაჭას რომ იქ მსახურობდა თან რა ვიცი ძალიან დიდი წვლილი აქვს იქაურ აღორძინებაში ეკლესიური ცხოვრების მიღებული და ბედნიერებას გისურვებთ მოკლედ და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ხართ რა ჩვენს გვერდით მაძლიერებთ ძალიან კარგად ზანდებოდეთ დროებით ძალიან დიდი მადლობა მამაო Thank you.